რა არის სიცოცხლის აზრი? სიცოცხლის აზრი არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ღრმა ფილოსოფიური კითხვა, რომელზეც ერთიანი, უნივერსალური პასუხი არ არსებობს. პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კუთხით ვუდგებით საკითხს: ბიოლოგიურად, ფილოსოფიურად, რელიგიურად თუ ფსიქოლოგიურად. აქ მოცემულია რამდენიმე ძირითადი ხედვა. პირველი, ბიოლოგიური თვალსაზრისი. მეცნიერული და ევოლუციური კუთხით, სიცოცხლის მთავარი მიზანი სახეობის გადარჩენა და გაგრძელებაა. გადარჩენა, ორგანიზმის ფიზიკური არსებობის შენარჩუნება, გამრავლება, გენების გადაცემა მომავალი თაობებისთვის. 2. ფილოსოფიური მიდგომები. ფილოსოფოსები საუკუნეების განმავლობაში მსჯელობდნენ ამ საკითხზე. რამდენიმე პოპულარული მიმდინარეობა. ეგზისტენციალიზმი, მაგალითად ჟან-პოლ სარტრი, ალბერ კამიუ, ამტკიცებს, რომ სამყაროს თავისთავად არ აქვს წინასწარ განსაზღვრული აზრი. ადამიანი თავისუფალია და მან თავად უნდა შექმნას საკუთარი სიცოცხლის აზრი თავისი არჩევანითა და ქმედებებით. ნიჰილიზმი, მაგალითად ფრიდრიხ ნიცშე, გარკვეულ ეტაპზე, მიიჩნევს, რომ ცხოვრებას ობიექტური აზრი არ გააჩნია. თუმცა ნიცშე ასევე საუბრობდა ზეკაცზე, რომელიც თავად ქმნის ღირებულებებს. ჰედონიზმი, სიცოცხლის აზრი სიამოვნების მიღებასა და ტკივილის არიდებაშია. ბედნიერება არის უმაღლესი მიზანი. სტოიციზმი, ცხოვრება ბუნების კანონების შესაბამისად, სათნობის, სიბრძნე, სამართლიანობა, სიმამაცის პრაქტიკა და სიმშვიდის მოპოვება. 3. რელიგიური და სულიერი ხედვა. უმეტეს რელიგიებში სიცოცხლის აზრი უკავშირდება უმაღლეს ძალასთან, ღმერთთან, კავშირს და სულიერ ზრდას. ღვთისმსახურება და მცნებების დაცვა, მომზადება სიკვდილის შემდგომი სიცოცხლისთვის, კარმის გაუმჯობესება ან ნირვანას, გასხივოსნების მიღწევა აღმოსავლურ რელიგიებში. 4. ფსიქოლოგიური და ჰუმანისტური ხედვა. თანამედროვე ფსიქოლოგიაში, განსაკუთრებით ვიქტორ ფრანკლის ადამიანი აზრის ძიებაშის მიხედვით, ადამიანის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის არა სიამოვნება, არამედ აზრის პოვნა. აზრი შეიძლება ვიპოვოთ შემოქმედებაში, საქმის კეთებასა და რაიმე ღირებულის შექმნაში, სიყვარულში, სხვა ადამიანებზე ზრუნვასა და ურთიერთობებში, ტანჯვის დაძლევაში, რთულ სიტუაციებში ღირსების შენარჩუნებასა და გამოცდილების მიღებაში. შეჯამება. დღეს ბევრი ადამიანი თანხმდება მოსაზრებაზე, რომ სიცოცხლის აზრი არის ის, რასაც შენ თვითონ ანიჭებ მას. ეს შეიძლება იყოს ბედნიერების ძიება, სხვების დახმარება, ცოდნის მიღება, ოჯახის შექმნა, ან უბრალოდ მომენტით ტკბობა.